საერთაშორისო ორგანიზაციის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ინიციატივითა და მხარდაჭერით ეგვიპტეში კონფერენცია მოეწყო, სადაც დემოკრატიის სკოლების ქართველმა და ეგვიპტელმა კურსდამთავრებულებმა საკუთარი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. 10 თვის წერტილი კი მათ პრეზენტაციებში რევოლუცია იყო. საქართველოსთვის 2003, ეგვიპტისთვის კი 2011 წელი. სწორედ ამ პერიოდიდან დღემდე არსებული ვითარების შესახებ კონფერენციის მონაწილეებმა 4 თემაზე საკუთარი ხედვა და შეფასებები წარმოადგინეს. რელიგია და დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და მედია, პოლიტიკური პარტიები და კონსტიტუციური პროცესი. ეს ის თემებია, რომელთა განხილვასაც კონფერენცია მიეძღვნა. მონაწილეები, რომლებიც სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩნენ, პრეზენტაციას მონაცვლეობით აკეთებდნენ. შემდეგ კი დრო დისკუსიას ეთმობოდა. რაც უფრო მეტ ქვეყანას ეცოდინება საქართველოს შესახებ, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დემოკრატიული, ნაკლებ დემოკრატიული თუ განვითარებადი ქვეყანა. და ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, მომავალში ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით მსგავსი გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციას ყველა მათგანი საკუთარი სკოლის კოორდინატორთან ერთად დაესწრო. შეხვედრას მოდერატორობას ნიმდის სამხრეთ კავკასიის და ეგვიპტის წარმომადგენლობა უწევდა. ყველაზე დიდი ინტერესი ჩემი აზრით გამოიწვია რელიგიის თემა. ყველაზე მეტი შეკითხვა ამ კუთხით დაისვა და აინტერესებდათ მუსლიმი მოსახლეობის ცხოვრება საქართველოში. დიდი ინტერესით ამასთან დაკავშირებით მომდა შეკითხვები, ასევე შეკითხვები იყო მედიაზე და ვარდების რევოლუციაზე. ამ მხრივ მათ დაინახეს მსგავსება ჩვენთან, ჩვენს ქვეყანასთან და გაუჩნდათ ბევრი კითხვები ჩემი აზრით. მათგანაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ და გაცნობ მეტი ვიცი ამ 2 დღის შემდეგ ეგვიპტეზე, ვიდრე ჩამოსვლის დღეს. ეგვიპტელი მონაწილეების თქმით, საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომელთა გათვალისწინებაც მათი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სურვილების, გამოცდილებისა და აზრების გაცვლა ჩვენი ქვეყნების მომავლის შესახებ. ასევე ჩვენი ქვეყნების მიღწევების შესახებ საუბარი, რადგან ქართველი და ეგვიპტელი ხალხი ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფება. ორივემ მოახდინა და გადაიტანა რევოლუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ქართველ ხალხს. შეიძლება მათ არც შევხვედროდი არასოდეს და ჩემთვის ესეც მიღწევაა. მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ შეხვედრას. აქ ახალი მეგობრები და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. ამ გამოცდილებას და წოდნას საქართველოს შესახებ გაუძლიერებ ჩემს გუნდს და ჩემს მეგობრებს. მე გავიგე უფრო მეტი საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემის შესახებ და ჩავინიშნე დეტალები, რომელიც ეგვიპტურ სისტემაში შეიძლება გამოვიყენო. ვიმედოვნებ, რომ მექნება საშუალება მომდენო 3 წელს მივიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გაიმართება. საქართველოში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს კონფერენციაზე ნიმდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა მიეწოდა. კონფერენციას 2 მიზანი ჰქონდა. ერთი ჩვენი დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულების და კოორდინატორების პროფესიული შესაძლებლობების უფრო კიდევ განვითარება, მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო გაზრდა, იმიტომ რომ მონაწილეებმა ქართული მხრიდან მოამზადეს ესეები, გაიარეს ტრენინგი, შემდგომ მოამზადეს პრეზენტაციები, ჩაატარეს აქ პრეზენტაციები და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, რაც მათთვის ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება. მეორე მიზანი ამ კონფერენციის იყო ქართული და ეგვიპტური გამოცდილების გაზიარება პოსტრევოლუციურ პროცესებზე, რომლებიც დემოკრატიზაციას უკავშირდება. კონფერენციას ნიმდის ეგვიპტის, სამხრეთ კავკასიის და ჰოლანდიის წარმომადგენლებთან ერთად ეგვიპტის პარლამენტის 2 წევრიც დაესწრო. კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს მათაც უპასუხეს. საუბარი ძირითადად იმ თემებში იყო, რაც დემოკრატიის განვითარების პროცესში გარკვეული სახის დაბრკოლებებს ქმნის. დემოკრატიის სკოლების ქართველი წარმომადგენლები საქართველოს ელჩისად შეხვდნენ და ეგვიპტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მისგანაც მიიღეს. ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ინიციატივით კონფერენცია დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთათვის წლის ბოლოსაც მოეწყობა. ეგვიპტელებს ამჯერად საქართველო უმასპინძლებს.